მეგობართა შორის უმეგობარნესნო და უდაქალესთა შორის უდაქალესნო და უძმაკაცესთა შორის უძმაკაცესნო და საერთოდ ყველანო და ყოველნო. ჩერგომ და კიდე დანარჩენმა პარტიებმა შექმნეს რაღაცა ერთგვარი ალიანსი, კონსილიუმი თუ რაღაც ეგეთი და ამბობენ რომ შენო ნაცები არა ვართო. Okay. რატო არა ვართო? გადახედეთ ჩემ პარტიას რომ მარტო ის არისო რა ქვია. ჩემი ქმარი ბოკერი არისო, ნაცმოძრაობის წევრი ყოფილი წევრია და დანარჩენს ახალგაზრდები არიან. უი ბეჭარა აღა სიმონ. რეკრუტირება არ მოსულა სიმონ. ვაიცა ვერ გავიგე. ესე იგი ვინც პარტიას დააფუძნებს მარტო ისიცულება იმ პარტიის წევრად და იმ იდეების განვითარებლად. ესე იგი კომუნისტური პარტიის წევრი არისო ბრეჟნევი, ახან დოქტორ შევარდნაძე არისო, ახან იქ სტალინის დროს თუ რა ქვია ლენინის და ტროცკის დროს არისო დამფუძნებელი ამ კომუნისტური პარტიის თუ როგორ არის ხა. და რა ვქნათ ახლა რომ ეს სენი ქმარი, მაგის ქმარი, ბიძინი, ის რა ქვია, ჩერგოს ქმარი დინოზავრია და რაღა ეგ და რაღა იგი ილია მეორე მუდმივი არის და ბავშვობიდან მოყოლებული, ალბათ სიკვდილამდე, მაგი ჩემს სიკვდილამდე ცოცხალი იქნება, სუ. და კიდე შემდეგ თაობის შეიძლება გადაყოს, კაი ჭამას, კაი ისმა და დროს დარება და კაი მუხანზე ყოფნა არაკლია ეხლა. არც მანს მაგიშვილებს და არავის. ხო და თუ ერთი წოლიდან მეორე წოლიდან წოლის წინა შვილიდან იმის შვილიდან იმის კიდე შვილიდან არავის მაგათს განს არაფერი არასდროს არ დაკლებია. ხოშიანად იყო და ხოშიანად გააგრძელებს ცხოვრებას. მონი ხო და ეხა რა ვიყოს ეხა ვერ გივიგე სიმონ. არა რა თქმა უნდა ეს ძველი ისიც ედეპეში კი რომ არის ვიღაცა ედეპეს რაღაცა ბოლო ის ედეპე მიშას მკლავებში ანკლაურად ჩამკლავურდა. ასე რომ ის ბოლო ხანაში პარლამენტში რო იყო ეს პადოშა და ეგენი რო იყო გიორგი თარგამაძე და ეგეთ სასტამაისტერები რო იყვნენ ისეთი წარმომადგენელი ფსევდოპოზიციის რა სატელიტური ოპოზიციას რო ეძახდით მაშინ რომლებიც ასე ვთქვათ არაფერი საწინააღმდეგო არ ქონდათ მიშას გაფირდე კასტროებისაგან. ხო? მიშა უნდა ყოფილიყო ფიდელ კასტრო. ეხა ის რომ მიშას აკრიტიკებს ჩერგო და ამბობს რომ აიო მე მაშინო წევრი არ ვიყავიო იმისიო კომუნისტური პარტიისო თუ ისიო ნაციონალ სოციალისტებისო თუ ისიო ნაციონალების არ ვიყავიო წევრი როგორ არ იყავი ჩემ იმისას ჭამდი და იმისას სვავდი და იმის რძეს სწოვდი და იმასთან ზასაობდი კიდე და ეხა პირდაპირ და გადატანილი მნიშვნელობით და ეხა იქ რაღაცა პატარა კრიტიკები თუ ჩაურტყი რაღაცაებზე ეგ არაფერი არ არის. თავარი მაშინ იყო დაპირისპირება იმაში და რაც მიშას დამარცხება გამოიწვია იმ ციხის კადრების ციხის კადრები რო ტექნიკური იყო მაგრამ აი საკითხობრივად რატომაც უარყვეს მიშა ის იყო რომ მიშამ შეცვალა კონსტიტუცია თავის თავზე მოერგო და აპირებდა ფიდელ კასტროობას სამარადიშო და შემოდგომის პატრიარქობას კიდე და მადურობას და ყველა ამ საშინელებებს პუტინობას ასე ვთქვათ და ბაწყობას კიდე მოგა დიქტატორობას აპირებდა რა ადამიანი ჩვეულებრივად. ამის წინააღმდეგ არ ამოიღე მაშინ ხმა და მაშინ უნდა გამოსულიყო შენი ქმარი და მაშინ უნდა ეთქო რომ ეს სწორი არ არის და მაშინ შეიძლება სწორი არ არის ამ კონსტიტუციის წინააღმდეგ უნდა გამოსულიყავი და მაშინ იქნებოდა შენი ნათქვამი ფასეული და ეხლა
ეხლა როცა მურამე გადაბრუნდა და მიშა გაფარჩაკდა, ჯერ კიდე თუმცა ეგეთ ნაადრევია მიშა გაფარჩაკდა თუ არ გაფარჩაკდა. მაგი კიდე საკითხავი არის. ეხლა ირანში ისე მიდის საქმე და პუტინის საქმე ისე მიდის რომ ბიძინე სიმონ შეიძლება წაჩოჩდეს, პაცი სიმონ. ხო და როცა ჩოჩდება ბიძინე სიმონ რამ და მიშა თუ გამოვიდა საპყრობილედან მიშას გამყარებლები ხარ თქვენები მიშას გამყარებლები ხარ თქვენები ეხლაც კი უფრო მეტი ხმები გაქვს მიშას აი ამ გაფარჩაკულ მდგომარეობაში ვიდრე ყველა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიას ერთად აღებულს და ეხლა აღარ უნდა ამას ბაზარი 1000 მანქინაციები და იმის საშუალებით რაღაც ხმები ჩამოაკლდა მაგრამ თუ მართლა აპირებს ჩერგო და მისნაირები არჩევნებს რეალურს მაშინ მიშა მოვა ტრიუმფით და მე ნახე შენ ედეპშნიკების და წერეთლების და იმები გადახტომას და არ მიიღებს მიშა ყველას მიიღებს ყველაზე დიდ კოცსაც კი მიიღებს აი ეს რომ მოყავს ახლა ჩვენ ირაკლი ყუბახიძე აი იმასაც კი მიიღებს და პრემიერ-მინისტრად რავი რაღაც პრეზიდენტად გაუშვებს ოღონ თვითონ მომრავლდეს მომძლავრდეს და გამადურდოეს იმიტომ რომ ყოფილი კგბ-შნიკები არ არსებობენ ყოფილი ნარკომანები არ არსებობენ ყოფილი ადიქტერები არ არსებობენ ეს არის მუდმივი ქრონიკული მდგომარეობა ადამიანის და პატარა გამაღიზიანებელზე ეგრევე წინ წამოეგჯერ კიდე პლატონს აქნა თქვა ტირანები აღარ ბრუნდებიან სამყაროში სულები გადაცული ტირანების სულები რეინკარნაციაზე აღარ განიცდიან 1000 წელი ამბობს ნუ რაღაც 1000 წელი გულისხმობა ეს სულიად რომ დაკარგავს მახსოვრობას აბსოლუტურად ციკლი რო გაივლის 1000 წელი გულისხმობა სულიად რომ დაკარგავს მახსოვრობას ის სული აი ხოლმე მას შემდეგ მიეცემა იმ სულს როდესაც წინარი ცხოვრების არანაირი ნაშთი აღარ აქვს აღარ ნაკვალები არანაირი შრამი აღარ აქვს ხოლმე მას შემდეგ ეს სუფთა სული შეიძლება დაბრუნდეს რეინკარნაციულად უკან აი ამ ხილ ჩვენ ხილ ნუ სამყაროში ტირანს არ შეუძლია დიქტატორს არ შეუძლია და ის პირდაპირ მოყავს მამარდაშვილს თუ რატომ არ შეუძლია სხვადასხვა ამით ის როცა ლაპარაკობდა ამას ის გარკვეულწილად ის უკვე ხედავდა მთლიანად რუსეთს ხედავდა ესე იგი რუსეთის დაავადებას ხედავდა ამაში რუსეთის ერმა მთლიანად დაუშვა ეს ტირანია მიენდო და მთლიანად მიიღო და შეიწოვა და მეტიც შვა კიდეც ეს ტირანია და დიქტატურა და მეორე მხრივ ხედავდა იმ საფრთხეს რაც დაგვატყდა თავს და ამბობდა კიდე საქართველოს ქართველების შესახებ რომ ქართველებიც ესე მზადვათ რომ შიშობ ოღონდ რომ შუათ აი დიქტატორები და შვით კიდეც ბიძინას დიქტატორი ბიძინა მეთქი გამსახურდიას დიქტატორი იყო შევარნაძე ყველაზე ნაკლები დიქტატორი იყო და რადგან არ იყო დიქტატორი იმიტომაც საერთოდ ვერ შეიქმნა და ვერაფერი ვერ გაკეთდა და მთლიანად მოირღვა ქვეყანა უნდათ მისი დიქტატურა შევარნაძემ არ მიმართა ამ ძალისხმევას რატომღაც და შემდეგ მოვიდა მიშა დიქტატორი და ეხლა ყავს კიდე ერთი ახალი კეთილი დიქტატორი როგორც მას გიჩი უწოდეს და ეს კეთილი დიქტატორი სხვადასხვის არ არის სიდარმოტანული ტერმინი ეს პლატონიდან არის ის რასაც ის ამბობს საუკეთესო წყობად პლატონი ეს წყობა არის სწორედ ფილოსოფიის დიქტატურა ესე იგი კეთილი დიქტატორის მოყავს რომ ეს უნდა იყოს ყოველად განსწავლული, ყოველად კეთილი, ყოველად ბრძენი, ბაბაბა, ბუბუბუ, აი მან უნდა დაიქვემდებაროს იერარქიულად რიგიდულად აწყობილი, ესე იგი ძალიან მკაცრად და სასტიკი სიმკაცრით აწყობილი საზოგადოება. აი ეს შეიძლება იყოს იდეალური სახელმწიფო, რესპუბლიკა, სადაც მეფე ფილოსოფოსი. ფილოსოფოსი მაშინ გაიგებოდა როგორც მეცნიერი, მჭრეტელი, ასკეტი,
და ნუ ესეთი ტემპერატურა რეალურად მოევლინა მარკუს ავრელიუსი რომის იმპერიას და ეს იყო ლამის უკანასკნელი, დიოკლეტიანე იყო უკანასკნელი დიდი მეფე, იმპერატორი. ქრისტიანებს რო არ უყვარდათ და არ უყვარდათ და დიოკლეტიანე იყო ერთადერთი ვინც შემდეგ კიდევ აი ეს რაღაც იდეალი, მაგრამ მარკუს ავრელიუსი იყო, რომელიც ბოლო ყველანაირად გამწარდა, ცოლი ღალატობდა და რავი შვილმა მოკლა და ნუ არის ესეთი ვერსია და მისი შვილი კომოდოს მე ფილმის ხომ არის გლადიატორში ფილმში აი რომ მოკლა ეს ყველა არიციან მოკლა თუ არა, მაგრამ მისი სიმბოლურად მოკლა. ასე მისი სრული ანტიპოდი იყო, ეს თავშეკავებული ბრძენი ფილოსოფოსი, დისციპლინირებული, ხანემეომარი, თავდადებული, მიმტევებელი. აბსოლუტურად ეს მარკუს ავრელიუსი იყო ყველა სიკეთის განსახიერება, ეს მწვერვალი სანამდე შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს და სწორედ მას მოუცუდდა ხელი. გაუცუდდა ხელი. და მის შემდეგ მოდის სრული რყოვნა, რამაც ნუ საფუძვლებრივად შეარყია რომის იმპერია. ხო ასე რომ ამ გიჩას ეს ტერმინი არ ცხელმათა იციან თუ არა რომ ეს ფილოსოფიდან არის ტერმინი კეთილი დიქტატორი, მაგრამ ნუ რეალურად ეს კეთილი დიქტატორი აქედან იღებს სათავეს. პირდაპირ ტერმინიც კი არსებობს კეთილი დიქტატორი, როდესაც პლატონის ამ სისტემას სახელმწიფო წყობას აღწერენ და იგი გამოიყენება benevolent. ესე იგი benevolent არის ნუ ქართულად ალბათ უფრო სახიერი ან ქველმოქმედი, არა ქველი, benevolent, ესე იგი benevolent არის კეთილ სახიერი, კეთილნებოვანი რა. კეთილბუნებოვანი, კეთილ ამ შემთხვევაში benevolent, კეთილგამზრახველი, კეთილზრახული, რა ვიცი, კეთილგამზრახველი დიქტატორი. ესე იგი რომელიც ბრძანებელი რა დიქტატორი ხა შეგვიძლია ვთქვათ რომ კეთილგამზრახველი დიქტატორი. კეთილგამზრახველი ბრძანებელი. ბრძანებს ბრძანებს კარნახობს. ხო და ასე რომ აქ ხა ჩერგოს ლაპარაკი რომ ჩვენ ნაცები არა ვართ, რა თქმა უნდა ხართ. ბარტყები ხართ ნაცების და თქვენი გამარჯვების შემთხვევაშიც მიშა მოვა ძალაუფლებაში. ეს გარდაუვალეს, გინა ასე თქვით ხა ხენ, გინა ისე დაატრიალეთ, ეგეგრეა. და მე ხა ამის წინააღმდეგი ვარ თუ არა ვარ, ამას არავითარი განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ ესეა, ნუ ეს საკითხი წყდება ძირითადად საკითხი წყდება ძირითადად დიდი ნაწილი ამ საკითხისა წყდება ახლა დღეს ირანში და ასევე უდიდესი ნაწილი წყდება უკრაინის ფრონტზე და ცხადია ოვალურ კაბინეტში. ნუ ეს სამი ცენტრია ახლა, სადაც შეიძლება გადაწყდეს საბოლოოდ ეს საკითხი. ის რაც უნდა ტრამპის რაც აქვს, ეს არის განზრახული რაც აქვს ტრამპს. ეს არის რომ რუსეთი დაიბრუნოს თავის ორბიტაზე. ესე იგი ისაც ჩინეთს ჩამოაშოროს. უნდა და რუსეთის ჩართვა უნდა კვლავ აი ამ ისე იმავე პოლიტიკასაც წვევა, რასაც კლინტონმა გააკეთა 90-იან წლებში და რაც შემდეგ რადაც დაუბრუნდა ამერიკას, ეს არის 11 სექტემბერი და შემდეგი და ბოლოს კგბ-ს მემარჯვენეების დაფინანსება, ყველანაირი რადიკალის დაფინანსება, ხელშეწყობა, ორგანიზება, ტერორიზმის ორგანიზება მთელი სოფლიოს მასშტაბით, ყველა ამ დიქტატორული რეჟიმის ხელშეწყობა, რუსეთის წინააღმდეგ, ამერიკის წინააღმდეგ, დასავლეთის ზოგადად წინააღმდეგ აღძვრა ეკლესიის
მთლიანი ეხა მე აქ ოსიაში ვარ ამერიკულ ეკლესიაში და ხედავ აქ როგორი ქადაგება ერთ-ერთი თანხდება ну ეს ომი ეხლა არის ებრაელების ომი რომ ებრაელი რომ ამერიკა ყველაფერში დამნაშავე ის ზუსტად რაც რაქუიაშვილი ლაპარაკობს რომ ეს არის კგბ-ს არ ვიცი რა ქვიაშვილი ამას გამთაყვანებულია თავში აუვარდა ეხლა ლექტორია იქ წინ ტაკუცუნა გოგოები უზიან იქ და თვალებს ჟუჟუჟუნებენ ლექციაზე და იქიდან არის ავარდნილი და ეხლა ფულიც იშოვა ტიპმა იქ საპარტიის ფულიცა აქ ლექტორობის ფულიცა აქ იქ რაღაცა იქ არ ვიცი შეЛაპარაკა ბიზნესის რაღაც წამოკრა ხელი არ ვიცი ჟუჟუნებს მუჟუნებს თუ როგორ არის თუ ის რახან მაინც რუსეთში იყო და იმის გავლენის ქვეშ არის და ქვეცნობიერად არის მიერთებული რაღაცები მიერთებული იმ მატრიცას და იქიდან საზრდოობს რაღაცა აზრები და ქმედებები თუ რა ჯანდაბის ცეცხლობით და არ ვიცი ზუსტად იმას რასაც ლაპარაკობს ყველაფერში ამერიკაა დამნაშავე ყველაფერს ამერიკას მოეცარა ხელი რომ ევაჭრა ესე იგი ბიჭო ესეთ რაღაცას ამბობს რომ ევაჭრაო იმასთან ირანთან ირანს კონსტიტუციაში უდევს ატომური ბომბი უნდა გავუკეთო დავარტყა თავში ისრაელსო პირველი რასაც ვიზამ რომ ატომური ბომბას გავაკეთებ ისრაელს აღხავ პირისგან ნიჭისაგან ხევო იმას ატომურ ბომბასო და მომჭამეთ მე ფეხებიო მეორესო ამერიკას დავიტოვებ ამერიკაზე ვაშინგტონზე და ნიუ-იორკზე ტიპი იძახის თო და პრევენციულად მივარდნენ იქ და თან ამ ხეზბოლას და რავიმე ხამაზებს და იმებს თელსოფლურის სადაც ეს ისლამური რადიკალიზმია საქართველოში შემოუღწევია და აგერ ჩრდილოეთ კავკასიაში ტატარსტანში რა ყველგან შეაღწიეს ყველგან ამ რადიკალები ალბანეთში არის საშინელი ნეიტრალური ხალხი აბსოლუტურად რელიგიურად ნეიტრალური ხალხი აბსოლუტურად გაჭკუაზე გადაყავთ ისე ისლამური რადიკალიზმი ნერგავენ იქ და ამერიკაში ინგლისში ყველგან არჩე ამას ყველაფერს ამერიკა ეს თურმე ირანთან ევაჭრა თუ არ უცდია ამერიკა ნუ ეგ დეგენერატი როგორ უნდა იყო ადამიანი ეგ დებილობას ამბობდე თუ პირდაპირ კგბ-ში კი არ ახართო აბსოლუტურად ყველა დებატების აგებს ეს რა ქვია აბსოლუტურად შეგნებულად აგებს თუ იდიოტია და იმიტომ აგებს ვერ გავიგე ყველასთან ფარჩაკდება რაღაცა ორსვეტო მართლავრია ამოდი დავუშვათ ერთი გავყოთ კიდე ხუთზე და იწყებს რაღაცა დემაგოგიას თო უცხადესი ჭეშმარიტება უმარტივესი ჭეშმარიტება რაც არის მაგალითად საერთაშორისო სამართალი რომელიც ხა ის გამოდის რომ საერთაშორისო სამართალი არ არსებობს ის გამოდის ხუჩიაც ამბობს იმიტომ რომ თუნდაც ტანკები არ აყავთ ესე იგი სამართალი მხოლოდ მაშინ თუ ტანკებით მოკეთ რაც არის მაგრამ როგორ არსებობს აბა ის ხუსეინ და ისინი ვინ გასამართლა მე რო იყო საერთაშორისო სამართალი და მეტნაკლებად 70 წლის განმავლობაში მისდევდა სამყარო ამ კანონებს და მეტნაკლებად გადახრები ყოველთვის იყო კანონი ყველგან სრულდება ნებისმიერ სახელმწიფოში რაცა უნდა აწიკწიკებული და გაწიკწიკებული კანონმდებლობა ქონდეს მაინც ირღვევა კანონები ვიღაცა არ ყოლ ვიღაცა მექთამია ეს ნიშნავს რომ კანონმდებლობა და კონსტიტუცია არსებობს ამერიკის ახლა ამერიკაში ხდება სენატორები კრიმინალის სენატორები არსებობენ და ნარკომანი პრეზიდენტები თუ რაც ქვია ხო ეხლა ბილ კლინტონზე ვთქვი ხო და ეპშტეინთან რო დაგულაობდე გნაშებში რომ მე თითქმის დასტურდება თითქმის ჯერ არ დადასტურებული თითქმის ხო ну თითქმის არ ითვლებ ეხლა თითქმის ორსულად და ეგეთ რაღაცა არ გამოდის მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვარაუდის საფუძველი გვაქვს. ეხლა ვარაუდის საფუძველი თუ არ მექნა და ადამიანი უდანაშაულის პრეზუმპცია იქამდე ვრცელდება რა სანამ პირდაპირ თავში არ დამეცემა წვიმა არ წამოვა რაღაცა სამტკიცების და დასტური მანამდე მე არ შემილია ეს ადამიანი საერთოდ ამ ადამიანზე ეჭვი შევიტანო და ამ ადამიანზე განხილვაც კი დავიწყო საქმიანობას ეგრეთ თუ გონია იმას რა ქვია ხუჩიას არ ვიცი მე შეიძლება გონია რავი Ina tut ma პირდაპირ ეხა ხო თან საკმარისი წარა შენ და ეხა ხომ დაინახე მან და პირდაპირ ფურცლები უნდა გაფორმდეს და ეს ფურცლები პირდაპირ უნდა ამეტყველდეს და თვითონ უნდა გავქანდენ ფურცლები და შეიკრან საქმეებად და დადგენ კომპიუტერებში შევარდნენ პროკურორების და შენ პროკურორების ტვინში ჩიპები გადაფრინდნენ და აი მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება რომ სასამართლო გაიმართოს როგორ შეიძლება თუ ადამიანი ეჭვი მაქვს რა რაღაც ადამიანი და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს თო რომ კლინტონი ეგეთია და მე ვხედავ ამისა რა უნდა ვთქვა თუ ამერიკის კონსტიტუცია არ არსებობს
როგორ შეიძლება საერთაშორისო სამართლის არ არსებობას და გადაუარა საერთაშორისო სამართლს სწორედ რუსეთმა. და ერთადერთი ვინც რუსეთის წინააღმდეგ ეხლა რამენაირად ამართლებს სოფლიო კოალიციას, სწორედ ესე რომ რუსეთმა გათელა საერთაშორისო სამართალი და შეგვიყვანა ისეთ ქაოსში, რომელი ქაოსშიც უკვე გამოსავალი აღარ დაგვიტოვა გარდა უკვე ცხელი ომისა, რათა შემდეგ კვლავ გადავიდეთ ახალ საერთაშორისო წესრიგში. ამას ყველაფერს გამალები თუ არ ყოფენ, ეს გირჩევები რა. აი რატო აკეთებენ ამას ვერ გავიგეთ. თან აქვიაშვილი მთლიანად თავისი მთელი შეგნებით გამოდის და პირდაპირ ესე ამერიკა სადაც შევიდა, ყველაფერი ამერიკის ბრალია. რაც კი მოხდა, ვაფშე რუსეთის, ჩინეთის, ხეზბოლას, ირანის არავის ამათიბედ. ესენი ყველანი არიან უბრალოდ იმისი მსხვერპლი, ამერიკა მასთან ვაჭრობა არ მოისურვა. რადგან ამერიკამ ვაჭრობა მათთან არ მოისურვა, ამიტომ მათ ჰქონდათ ყველანაირი უფლება ეწარმოებინათ ის ძირგამომთხრელი სოფლიო წესრიგისათვის და მშვიდობისათვის ძირგამომთხრელი პოლიტიკა, რასაც და საქმიანობა, რასაც ისინი აწარმოებდნენ და ამიტომ ამერიკამ ტყუანია დღესაც რომ შეიჭრა ირანში. და აი ამას აწუება რა. და ეხლაც რაქვიაშვილი გამოდის და ელაპარაკება ნაცი რომ მოიყვანა. ნაცური მეტყველების რა ამას რძენი რა. და ტიპი ეხლა კეთილობას თამაშობს რა. და შანსი რომ მაინც არ გაუშვა და მიშა ახალი რაღაც არისო რაღაც დიდი არა მე იმას კარგ რომ მიშა უნდა მოუბრუნდეს რომ მე იმას ვამბობ რომ მიშა არისო ყველაზე დიდი მოღვაწე ახლა რაღაცნაირად პოსაბჭოთა და სოციალისტურ სივრცეში რაღაცებს ისე ნარატიშვილი არ მაგათი დედა მაგათი რატოს ხო და again ხო და და ესეთი სიტუაციაში დგას ახლა იმბიჭი და ეს ბიჭი უნდა რომ გავერთიანდით გაგივით კი რაღაც კოალიცია არაფერი რაღაცა საკოორდინაციო ჯგუფივით და ცენტრივით შეიქმნა სადაც ნუ ჯერჯერობით პირობა დავდეთ რომ მინიმუმ ერთს რასაც არ გავაკეთებთ ერთმანეთს ის არ დავწამოთ რა რაღაც ნუ ესეთი ესე იგი გადაუმოწმებელი ინფორმაციას ერთმანეთზე არ გავავრცელებთ და სადაც საჭიროა ნუ არ არის აუცილებელი რაღაც ცირედი შეცდომის გამოჯასაჯაროება და გამოქვეყნება ამას არ გავაკეთებთ. აი მაგალითად გიგა ბოკერიამ ქალების ტუალეტში შევიდა. შემთხვევით შეეშალა და ამას ეგრევე არ გამოვარდებით ახლა და ამას ეგრევე ამის სურათებს არ დავდებ და გადაცემებს ამას რა არ მოვაწყობ რომ აი ნახე როგორ გარყვნილია გიგა ბოკერია. ანუ შეეშალა კაც რა აერია ნაცემი ჭუტალა თვალები აქვს და ვერ შეხედა კარგად. მე შევედი ავთხოვთაშორის ალბანეთში ის უაზროთა აქტის ესე იგი როგორ არის შედიხარ ერთი შესასვლელია რა და კომუკ ძალიან განსხვავებული ევროპული ტუალეტებისაგან და შეიძლება დაიბნე რა მართლა ნუ სამხშირად იბნებიან უცხოელები თურმე რა მარტო მე არ ყოფილვარ ეგეთი და შევედი ქალების იმაში ტუალეტში ხო ნუ ეგეთ რაღაცებს არ გამოუქვეყნებთო რა ნუ ყოველ შემთხვევაში მარტო მაგის საფუძველზე არ დავასკვნით რომ გიგა ბოკერია შიშულ ქალებს შეუხდა იქა და ტუალეტებზე მიჩის და იმათ დაუპატიურებას უპირებებს ყველას ერთად ერთი შლანგით უპირებდა ყველას მიწუწვას. ხო, და მე იმის შლანგის სიგრძეზე ილაპარაკები კიდევ სამ გადაცემას მილაძესთან ერთად. ხო, რაც არის, ეგეთ რაღაცას არ გავაკეთებთ. ოკეი, რატომ? და ესო რა სისულელეო, ექსო ისედაც შეიძლებოდა. ბიჭო, ისედაც შეიძლებოდა თუ ასე შეიძლება ხელს არ უშლის ეს არაფერზე. რაც ხელს არ უშლის შეგიძლია რა, ნუ კაი, შენ ეგეთი პოზიცია გაქვს, რომ აქეთ ნაცები, იქით ქოცები, შუაში ვართ ჩვენ. ნუ ჯერთი ეგრეც არ გამოდის, იმიტომ იქ შუაში ლელოც არის და გახარიაც არის. რინა არგინა არიან რა და არცადაც არ აპირებენ წას ის გახარი ეგრევე ჩამოფრინდება. იქიდან აი რო თუ მოხდა ეს პოლიპატიმრების გამოშვების ჯერთი რანაირი პოლიპატიმრები არიან ვერ გავიგე კიდე. ოკეი, პოლიტიკურები იმიტომ არიან, რომ საკუთარს რო არ იჭერდა იმავე დანაშაულზე სხვას იჭერ, უკვე პოლიტიკური ნიშით, იმიტომ არის პოლიტიკური პატიმარი, თორე რა თქმა უნდა ხაბეიშვილის და ისინი რეალურად აჯანყება და ქვეყანის დაანგრევა გამოაცხადეს და გადატრიალება გამოაცხადეს. ახალი კანონმდებლობა გამოაცხადეს ტიპებმა და იმაში სასახლეში შედიოდნენ და ნუ რაღაცის აპირებდნენ და როგორ არ არიან ახლა ეგენი
დამნაშავეები არ ვიცი უბრალოდ თუ ისეთივე მსგავსივე დანაშაულზე ვიღაცები არ უზით თავიანთი მომხრეები ქოცევს მაშინ შეიძლება ეწოდოს პოლიტიკური რაც შეეხება ხა მიშას პოლიტიკური არის არაპოლიტიკური საზღვრის გადმონახვაზე არისო დაჭერილიო ხა დაკავება სხვა მიზნით შეიძლება არ ვიცი ხა მაგას როგორ იქნება ყველა პოლიტიკური პატიმრების გამოშვება იმიტომ რომ ტროტუარზე იდგა ხა არ ვიცი ხა ეგ როგორ არის და რა ხდება მაგას ჩახედული არა ვარ და არც მაინტერესებს სიმართლე გითხრათ თვითონ ეს ბავშვები მიდიოდნენ მაგ იმაზე რომ დაეჭერინებინათ თავი რომ მე პოლიტიკური პატიმრები ყოფილიყო ეს აქეთ ამხრიდანაც ერთგვარი პროვოკაციაა მაგრამ ცხადია ეხა იმათ ბავშვების დაჭერას და ციხეში ყოფნას საერთოდ აზრი არ აქვს რა და ეხა ვერც გამოუშვებენ ვერც მიშას და ვერც მაგათ ვერ გამოუშვებენ რა ეხა მიშას გამოუშვებაზე ლაპარაკი ზედმეტია რა ეხა ამ პერიოდში მართლა ეხა თვითყოლობას ხო ეხა ხერაკერი გაიკეთე და თავი მოიკალე ბიზნესზე მიაწვე ეგრე ვერ არ მოიკლავს თავს ეხა რაღაც პრაგმატულობაც ხო უნდა იყოს რეალ პოლიტიკა რო იძახიან პრაგმატულობაც ხო უნდა იყოს არ მოიკლავს ბიზნესს თავზე თავის შვილებს არ მისცეს ნოვიჩოკით კი იმას დასაწამლავად კიდე პუტინს რა აუ ვერ გავიგეთ ესა რა ურაძინელი გასაგები ყოფილა რა არ გააკეთეს ნიშამ მოიყვანა ბიძინა თავისი უგუნურობით ჩერგოვდა ბოკერიამ გატრაკებას დაანებონ თავი ხა ეგრე მოხდა გამოსულიყო მაშინ ბოკერია და ჩერგო აი მაშინ როცა მოიმან მოინდომა ფიდელ კასტროობა და კონსტიტუციურად გაიფორმა თავისი უზენაესობა მარადი უზენაესობა და ჩაუშაშკუება. მიშა აი მაშინ უნდა გამოსულიყო და მაგაზე უნდა ეთქვა. აი მაშინ შეიძლება ფასი ქონოდა მაგათ იმას რა ქვია. უბიწო ჩასახვაზე ლაპარაკს, მაგრამ ეხა არც გიჩა რა აქ ბევრი სალაპარაკო, იმიტომ რომ თვითონაც იმ კეზერას ფულით არიან დაფუძნებული რა. ამიტომ არც გიჩმა ცოტა მოუკლო გაზებს. რა ქვია შული ცოტა ალიკაპი ააკრან რა და მორჩეს იმას ღაღადის პუტინის კრემლიდან მობერილ სულიწმინდის მიერ აღმეტყველებულობას და დააყენოს ტრაკი რა მართლა ბოლო-ბოლოს აი რა ბიჭო ეგეთი რაღაც ლაპარაკი როგორ შეიძლება ირანთან თუნდე უნდა ევაჭროთ ხო რა შეეხება ხა იმო დავიწყენ იმაზე ლაპარაკი იმაზეა რომ ჩინეთი აწყობს ეს ემბარგოები, რასაც დასავლეთი უწყობს ამ ირანს და რუსეთს. იმიტომ რომ ვაფშე კაპიკებად იგდებს აქ ენერგორესურსები, კაპიკებად, არა მარტო ენერგორესურსები, რუსეთიდან მთელი წიაღისეული რაც ჭირდება, ყველაფერი გააქვს. ირანიდან კაპიკებში მიაქვს. ამოუწურავე ხა ეს ჩინეთის რა, ამდენ მილიარდი არის და მიაქვს ეს კაპიკებში ეს თანხა ეს ენერგორესურსები იქნება თუ სხვა რამ წიაღისეული და მდიდრდება ჩინეთი და ამავე დროს მანძილი ჩინეთის ტექნოლოგიასა და ეკონომიკურ შესაძლებლობასა და დასავლეთის ეკონომიკურ შესაძლებლობასა და რეალურ სამხედრო შესაძლებლობას შორის ძალიან მცირდება. ჩვენი დღესაც ჩინეთმა შეიძლება ვაფშე ჰეგემონია გამოაცხადოს და რეალურად მიიღოთ ის რეალობა რაც ორუელში რაღაც სამი დასავლეთი და აღმოსავლეთი რაღაც ჯანდაბა 1994-ში რომ არის. თან ორი აქეთ რო შეიკრება ერთის წინააღმდეგ და მე ორი იქით რო შეიკრება ერთის აქეთ წინააღმდეგ და მუდმივად გუშინდელი მტერი დღევანდელი მოყარე ხომ მტერი იქნება. და მივიღებთ რაღაც ესე დასავლეთი და წავა მე ბრძოლა აფრიკისათვის და იმ აფრიკაშიც უკვე საკმაოდ მომძლავრებულია ჩინეთი და ამავე დროს დემოგრაფიული პრობლემა საშინელი რომელსაც თეთრ ასას აქვს და ამაზეც არის სალაპარაკო თეთრ ასას აქვს რეალური პრობლემა დემოგრაფიული იმიტომ უკვე 50-იანი წლისთვის აი ახლა ჩემი გარდაცვალების პერიოდისთვის შავი რასა შავი ფერი იქნება ისეც დომინანტია მაგრამ უკვე შესამჩნევად დომინანტი გახდა აი როგორც რა ინგლისის ნაკრები რომ არის და გერმანიის ნაკრებში რომ შეხედა და სიტუაცია რომ ერთი თეთრი თუ გამოერია რო გიხარია და თეთრები აღმოჩნდებიან არა სკანდინავიელები არამედ არგენტინელები როდესაც შავები ეთამაშებიან თეთრებს ადრე ეს იყო რომ სკანდინავიელები ეთამაშებოდნენ ესპანელებს ან არგენტინელებს ეხა აღმოჩნდება რომ არგენტინელები არიან თეთრები და სკანდინავიელები შავები აი რაც ყო აქ დღეს სიტუაცია რეალური აი ამ სიტუაცია ფეხბურთში ეს სიტუაცია გახდება რეალურად დასავლურ ქვეყნებში აღმოსავლეთზე აღარც არის ლაპარაკი აი არის თქვენთან რუსთაველზე საქართველოში და მაგას ნახევარი კახეთის და შავი არის მაგრამ ეს ინდოელები
ინდოელები და პაკისტანელები რომ არიანი ხო ეს სტუდენტები არის ამდენი სტუდენტი დარჩება და დარჩეს ღმერთმა ხელი მომართოს მაგაზე კი არ ვიძახი კიდევ მეტი ბახჭირდება ჩვენ იმიტომ საქართველოს რო ეკონომიკა მართლაც და დამოუკიდებელი იყოს რაღაც 20 მილიონამდე უნდა გავიზარდოთ მოსახლეობით და ამ 4 მილიონიდან ხო 6 მილიონამდე 20 მილიონამდე ჩვენ ვერ გავიზრდებით თუ არ ჩამოვიდნენ ეს ინდოელები და ისე ინდოელების ჩამოსვლა გერჩინოთ ხალხო და ჯამათნო ვიდრე ეს რა ქვია იმეებს რა ქვია ნიგერიელები მუსულმანი ნიგერიელების აქ ჩამოსვლა რომლებიც წყილები ვიცი ჭყლეტენ იმათ რა ქვია და პაკისტანელები მუსულმანი პაკისტანელები რომლებიც წყილები ვიცი ჭყლეტენ ქრისტიანებს სადაც კი წაიჭერენ და პირველივეს რო გამოგიყვანენ ეკლესიიდან ცოლებს რო გაგიჟიმავენ მე ილაპარაკეთ იმებს რა ქვია მე ილაპარაკეთ კიდე ინდოელები არ გვინდა ჭყილად იყავით მათ ყველა თორე თქვენ შვილებზე ლოდებათ ეგ მე კი აღარ ვიქნებ თქვენ და თქვენ შვილიშვილებს და მე კი ვარ აქ წამოსული და აქ რა იქნება და ვერთა არ შვილიშვილები მიყავ ჯერჯერობით თანკი და უშუძირო და უნდა ამოწყდი ხო და ეს გირჩი არის მართლა და მაგის პოზიცია ჯერჯერობით კიდევ რჩები გირჩევა სწორედ ამის გამო რომ რა თქმა უნდა ჩერგოს და მაგათ ხალისებლად მაცები არიან რა თქმა უნდა შანსელოდებიან რა თქმა უნდა ეს პოლიტიკა მიმართულია რომ დასავლეთი მოვა და დაგვეხმარება რაღაცა გადაწყდება დასავლეთში ესენი მზად უნდა იყვნენ ეს მართალია ეგრეც უნდა იყოს შეუულია ამაში დღეს გირჩი შეუერთდეს მაგრამ რომ არ შეუერთდეს იმიტომ რომ ეს არის კეთილინების გამოხატულება მეტი არაფერი და შეიძლება შენ კეთილი ნება გამოხატო და თქვა ოკეი მეს გიერთდებით თქვენ ხელის მოწერა და ეგეთი სისულელებს ვიცი რომ ამას ფორმალური მნიშვნელობა აქვს მაგრამ ახლა თქვენ ეგ გინდათ მე ამას გავაკეთებ მეც ესე არ გაგაკრიტიკებ თუ უაზროთ არ შეუვარდები ყველა ჯერზე რამდენი ტუალეტში შევა გიგაბოკერია უკან არ მივაწებებ კამერას რომ შემთხვევით ხო არ გავიდა გვერდზე ქალების ტუალეტში ხო არ შევიდნენ ამთვრალებზე არ რაღაც გავს ეგეთ სისულელებს არ გავაკეთებ და მოდით რაღაც ერთგვარად ადამიანურად პატიოსნად ცივილურად მეგობრულად კეთილგანზრახულად როგორც არის ეს ევდოკია ესეთი არის როგორც არის ბევრჯერ ვითქვას კაცთა შორის სათნოება რომ დიდება მაღალთაში და ღმერთის ქვეყანაში და კაცთა შორის სათნოება იქ არის ევდოკია სიტყვა სათნოების მაგათ ბერძნულში არც ზენაში წესიათ არ იქნება კაცთა შორის სათნოება ნიშნავს რომ ადამიანებს შორის უნდა დამყარდეს კეთილგანზრახულობა ესე ურთიერთ კეთილგანზრახულობა ადამიანები ერთმანეთის მიმართ უნდა იყვნენ კეთილგანზრახულები აი ეს არის ის თავაზიანობა რომელსაც გარეგნულს ვეძახით ჩვენ რიტუალური თავაზიანობა რომელიც დასავლეთში ყველა მოგესალმება, გაგიღიმებს, ხელს ჩამოგართმევს, წესიერად, ცდილობიანად დაგელაპარაკება. ეს არის რიტუალური გამოხატულება ქრისტიანული კეთილგანზრახულობისა, რომელიც ანგელოზებმა ახარეს კაცობრიობას. ეს არის ანგელოზებრივი რიტუალის ჩართვა. ასე რომ დაცინო არ ჭირდება მაგას, იდიოტებო. თქვენ არა, ვინც დაცინის ამერიკას. ხო და ასე შემდეგ. კარგით. ეს იყო და ეს. რაც შეეხება რაქუიაშვილს გადაამოწმეთ, მაგრამ რაქუიაშვილის ეს კგბ-ში ნიკობა, იმიტომ რომ ძალიან იმას ლაპარაკი, როგორ შეიძლება დაემთხოს მაგის ლაპარაკი, ჩინეთის ლაპარაკი, ხო, და უნდათ რომ ირანის ჩამოშორებით, ესე იგი ტრამპს უნდა რომ ირანს თუ ჩამოაშორებს, იაფასიანი ბენზინი აღარ ექნება ნავთობი ჩინეთს, ამავე დროს თუ მოახერხებს უკრაინის დაყოლებას ის ტერიტორიები მიცეს და ნუ ეს უკვე შეცდომა და მაგაში 100% არ ვეთანხმები მაგრამ ნუ ეს გაზრახული რუსეთიც უკვე გადმოიყვანოს აქეთ ფლანგზე და სწორედ აი ამ შემთხვევაში უკვე ჩინეთი მოტოვოს მარტო და ამითი უპირატესობა დაებრუნოს მაგალითად აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში მაგრამ ნუ ამის განხორციელება ტრამპს ისედაც შეუძლია თუ რუსეთს დაამარცხებს თლიანად და დაშლის რუსეთს უბრალოდ ამის ეშინია, იმიტომ რომ იქ დაშლილ რუსეთში ჩინეთის გავლენა მაინც დიდი იქნება, იმიტომ რომ ვერანაირად ვერ გააკონტროლებს დაშლილ რუსეთს დასავლეთი, იმიტომ რომ იქ ურალის იქით პირწმინად დარჩება ჩინეთს, ისედაც იქ არის, იქიდან არის ბენზინიც, იქ ყაზახისტანიც, ანუ კაი ყაზახისტანს რაღაცნაირად ყაზახეთს ამერიკამ მოივას, მაგრამ დანარჩენი ყირგიზები და ისინი იქ დარჩებიან იქით ხარეს, იმათ ვერ გააკონტროლებენ ვერანაირად ამერიკელები და დასავლელები ძალიან შორს არის, მაშინ უნდა თამაში შემოიყვანონ იაპონელები და
ეს უფრო რთული პროცესი იქნება. იაპონელები უკვე ნელა მზად არიან, რომ თამაში შემოვიდნენ, იმიტომ რომ ციმბირში და მანჯურიის მთლიანად დაბრუნება, ხე მანჯურია ხო ახეს რუსებმა იაპონელებს და ეხა მთლიანად მისი დაბრუნება ის მთლიანად გადადის ჩინეთშიც, ну, ფაქტურად იაპონია ხდება ჩინური სამყაროს რკალში, რაც ну, ცხადია ძნელი იქნება, იმიტომ მე სამხრეთ კორეასაც იქ ადვილად გადაყავს მე ჩინეთი და ეს რო არ მოხდეს, ну, რაღაცნაირად რუსეთი უნდა თავის ხარისზე ტრამპს. ან ყოველ შემთხვევაში ისე უნდა რომ აი დაშლა მაგალითად რუსეთის დაშლა ნიშნავს რეალურად ისლამის ძალიან გაძლიერებას სამხრეთ კავკასიაში, ტატარსტანში, ყაზახების წადა გავიწყეთ ისლამია. ამას მეტნაკლებად რუსეთი აკონტროლებს, იქ არიან ტაჯიკები, უზბეკები. მოგეთ რუსეთი რაღაცნაირად მეტნაკლებად ამ ისლამურს აკონტროლებს. ჩინეთი ერთი ნაწილია, მაგრამ აი რუსეთის მთლიანად მორღვა შეიძლება არ უნდა. აქედან გამომდინარე, ну, ტრამპი თაილზის იმას რაც არის ერთი მხრივ ირანის მოსუსტებას და ამითი ესე იგი განახევრებას თუ კიდევ უფრო მეტად დამცრობას ჩინური ენერგო პოლიტიკის და მეორე მხრივ რუსეთის შენარჩუნებით, მეტნაკლებად შენარჩუნებით და თავის ფლანგზე გადმოყვანით უკვე მეორე წყაროს ну, ძალიან კიდევ უფრო შემცირებით ჩინეთის და ამ გაგებით თუ რუსეთი თავის ხარეს გადმოიყვანა ამერიკამ და დასავლეთმა, მაშინ ჩვენ მივიღებთ ну, იმ სამყაროს, რომელიც კლინტონს უნდოდა და არ გამოვიდა ერთხელ. და ჩვენ ყველას ეჭვგეპარი ბაღაში, მაგრამ ეს უნდა ტრამპს, მაგრამ ნახოთ როგორ იქნება. და აი ამ სიტუაციაში, ამ არეულ სიტუაციაში საქართველოს ბედი ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი რჩება, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინა ისე მორიგდნენ, როგორც ეს ამას ტრამპი თავაზობს, ამერიკა თავაზობს დღეს, მაშინ საქართველოს დარჩება რუსეთის კოლონიად, იმად რაც ვართ. და თუ ეს რუსეთი მთლიანად მარცხდება და იშლება, მაშინ საქართველოში ამერიკის ყოფნა იქნება აუცილებელი, იმიტომ რომ სწორედ ამის ქართველები იქნებიან ერთ-ერთი გამაწონასწორებელი იმ ისლამური რადიკალიზმისა, რომელიც ისლამური რადიკალიზმი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში და ვოლგისპირეთში იქნება. ასე რომ ამ გაგებით ეს კოალიცია თუ რაც არის ცენტრი ახალი ცენტრი ნაცების, ნეონაცების, თუ იქნება ახალ ნაცების და ულტრა ნეონაცების კოალიცია, მაინც ну რაღაცას წარმოადგენს ერთგვარ ალტერნატივას მზაობას იმისა, რომ შემდეგ მივიღოთ ისეთი წონასწორობა, როგორიც არის, რომ მაგალითად ბიზნესაც ეყოლება თავისი წარმომადგენელი მთავრობაში და პარლამენტში, აქედან მიშას ეყოლება თავის წარმომადგენელი, აქეთ და იქ რაღაცა შეიძლება მართლა გაიმართოს რამ მსგავსი პოლიტიკისა საქართველოში. ეს არის ჩემი მოკლე თუ გრძელი თუ ვრცელი ტირადა.